გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ჯორჯიან კრაფტერი. ეს არის ჩემი მეექვსე ეპიზოდი და ეხა მე ვაპირებ ჩავიდე მაღაროში და მოვიპო ძვირფასეული მადანები, როგორც არის ოქრო ან დაიმონდი თუ გამიმართლა, ან რამე მსგავსი. მოდით აი უსარგებლო ნივთებს, რომლებიც ეხა ნამდვილად არ მჭირდება, გადავიტანს კიურში და დავიტოვებ მხოლოდ იმ ნივთებს, რომლებიც ნამდვილად დამჭირდება მაღაროში. მაგალითად, თანკესი არ მჭირდება, არც ბამბუკი, დამჭირდება თორჩები, ნაჯახი, შეიძლება ნაჯახი დამჭირდეს და მიწა. კარგით მეგობრებო, დანარჩენი ალბათ ყველა ტყავი ეს და ესეც. ეხლა დავკრაფტავ მე წერაქვებს, ორ წერაქვს რკინისას და გავიხედოთ შვენიერი ამინდია მაინერობისთვის და მოდით წავიდეთ აი იმ ჩემს გაკეთებულ მაღაროში. ჯერ შევამოწმოთ ქათმების მიერ დადებული კვერცხების რაოდენობა, ეს არის 0 და მოდით ჯერ პირველ რიგში აქ მაღაროს გავუკეთოს ასეთი პატარა თავი, რომელიც ალბათ გამოგვადგება. შემდეგ რა თქმა უნდა ამ თავს გავაუმჯობესებთ, დავუყენებთ კარებს და ასე შემდეგ. ჯერჯერობით მხოლოდ ეს ვიკმაროთ, რადგან უნდა წავიდე მაღაროში და აი ასე, ესეც და აი ასე ამოვაშენოთ კრიშა. ესეც ასე მაღარო გაკეთებულია. ეხლა მთავარია ჩვენ რას გავაკეთებთ აი მაღაროში. აქ რამდენიმეჯერ შეხვდა ქოალი, ანუ როცა დამჭირდება შემიძლია ავიღო და ასე შემდეგ. ერთით მეგობრებო, აი ასე განვაგრძოთ ჩასვლა. ეს პატარა ანუ ყიბეები გაკეთებული მაქვს ბედროქამდე, იგივე საძირკვლო ქვამდე და იმედია მალე ჩავალთ. გონი უკვე ახლოს ვართ და აი ასე ჩამოვედით და განვაგრძოთ აი აქ 9. როგორც ხედავთ მეგობრებო, მე გარკვეული ნაწილი უკვე გათხრილი მაქვს და ეს ძალიან კარგია. კარგით, გავიდეთ და განვაგრძოთ 9. იმედია რამე ძვირფას ნამდვილად ვიპოვით და ეს ჩვენი გათხრა ამაო არ იქნება. მოდით ერთ პატარა ტაქტიკას გამოვიყენებ, ანუ აი ასე გავივლი, შემდეგ უკან გამოყვები აი მხას და ასე განვაგრძობ, მანამ სანამ რამეს არ ვიპოვე, ან რკინას, ან ოქროს, ან საერთოდ ალმასებს. კარგით, ისევ ანდეზიტი როგორც ისი და იმედია მალე დამთავრდება ეს ანდეზიტის ფენა. უკვე დამთავრდა და მოდით ეხა სინათლეს გათავდა და მოდით შემოbrუნდეთ და განვაგრძოთ უკან 9, სანამ შეგვიძლია ეს და გვაქვს წერაქვები. აი ასე გავიდეთ ბოლომდე და გონი ერთი ბლოკი გადარჩა, ესეც და გავიარეთ ეს ხაზით და ეხლა ამ ხაზის ჯერი დადგა. ეხლა რომ ვიპოვო ალმასი ძალიან კარგი იქნება, ისე რაც მეტი იქნება მით უკეთესი. ვაიმე, ლავა, ჯანდაბა. ულოდნელი იყო. კარგით მეგობრებო, ლავა კარგია, იმიტომ რომ ჩვენ შევძლებთ გავაკეთოთ ენდერის პორტალი, გავაკეთოთ სათლი, პაკეტი და ჯანდაბა. მოდით მეგობრებო, წავიდეთ ლავასთან, გავთხაროთ ასე ზევით და აი ასე გავიდეთ. ვოუ, ჯანდაბა, ზედმეტი მომივიდა. აქ ვერ ავხტებით, ვერც ასე და მოდით გავიდეთ აი აქ და ავიღოთ ლავა, წავიდეთ სახლში. ვოუ, ლავა დამედოს შემთხვევით. სახში რომ ავალ, რაც შეიძლება ბევრ საათლებს დავკრაფტავ,
რომ წამოვიდე და შემდეგ წამოსვლაზე უფრო ანუ 2 საათს დავკრაფტავ და 3 წამოვიღებ ხოლმე ყველა მოსვლაზე და ანუ გამოვიყენებ ამ ბლოკებს იმისთვის რომ უფრო მარტივად გავაკეთო ხოლმე და ანუ პორტალის ჩემებური გაკეთების მეთოდი მაქვს რომელიც არ შეიძლება ჩემამდე სხვებმა შექმნეს მაგრამ მეც ნამდვილად გამომადგა კარგით ავიდეთ მან ანუ ბოლომდე იმედი აღამე არ იქნება ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს და ნახოთ რა დრო იქნება გონი ღამეა არ დღე გამიმართლა ენდერს პორტალს გავაკეთებ ცოტა სახლისგან მოშორებით იმიტომ რომ ეს ხმები ძალიან შემაწუხებელია აი ჯოჯოხეთიდან გადმოსული ხმები მაგალითად აი ეს მონსტრების და ასე შემდეგ მე ვარ 8 ლეველზე როგორც ხედავთ მოდით ავიღოთ ახლა 6 რკინა აი ასე და დავკრაფტოთ კიდე 2 სათლი ერთში ჩავასწავთ წყალს აი ასე და ერთშიც ლავას აი ასე ორით ამოვიტანთ ხოლმე ლავას მერე კი დავასხავთ ერთი სათლი აი ეს მოვტეხოთ ეს კარი მაშინ რა დავდისული შემთხვევით და მოდით ამის მაგივრად დავიღოთ წყლიანი სათლი დავდოთ ლავა და ზედ დავადგათ წყალი ჯანდაბა რა მოხდა დაიმონდის წერაქვი არ მაქვს ამიტომ ჩემებური მეთოდებით მომიწევს ამ პორტალის გაკეთება ანუ არც ადვილი მეთოდია მაგრამ ცდი მეგობრებო აი ამოსვლა ჩასვლის მომენტს გადავახვევ რადგან ეს თქვენ ძალიან მოგაწყენთ და როდესაც პორტალს სრულიად დავასრულებ პირობას ვდებ რომ არაფერს კრეატივიდან არ გადმოვიტან და როდესაც პორტალის მშენებლობა სრულიად დავასრულებ მაშინ დაგიბრუნდებით მეგობრებო აი მე ვაშენებ აი ამ სტილით როგორც ხედავთ აი ასე გვერდზე მივდგავთ წყალს და როგორც ხედავთ წყალმა შექმნა უბრალოდ ლავისგან ობსიდიანი და თავის ადგილზე დაიდგა ობსიდიანები მე აი აქ ანუ აი ობსიდიანის ბლოკების მაგივრად დებ ქვის ბლოკებს რომელიც ავსებს ადგილს და აი პორტალის გაკეთების დროს თავარია ეს 4 წრე იყოს შეკრული და დანარჩენს თითქმის მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე ძირთადად და მაინც შენდება ასე პორტალი თქვენ წარმოიდგინეთ ეს კეთამი კვერცხებს რატომ აღარ მიდებს გაიჭედათ პრაშტის ვაიმე რა ვქენ რატომ არ იტყვია ხელს დავარყავან თორჩს ვაიმე თორჩი დაიდო ახლა ეს კეთამი უკუდავია თუ რაში ის ხლიტავს ისე ვაკმოდის კარგით მეგობრებო აი ქათმებს სინათლე არ აწყენთ და მოდით დავუდოთ ასე თორჩები ასე არ გიმება და აი ასე ნათელი პატარა საკათმე ჩვენი საკათმე მშვენიერ მდგომარეობაშია აი ამ ჩასვლა-ასვლის პროცესს ისევ გადავახვევ მეგობრებო დიდი ხნის შრომის შემდეგ როგორც იქნა აი მივედი ბოლო წერტილამდე ძალიან ბევრი ვიწვალე ამდენი ხნის განმავლობაში დაახლოებით 10 წუთი აი ამაზე წვალობ ჩავდივარ ამოვდივარ და ჯანდაბა რა გავაკეთე ვაიმე ლავაში ვარ გადახტი ჯანდაბა არა ჩემი ნივთები სულ ყველაფერი დაიწვება აუ რა სულელი ვარ როგორ დავდე ჩაკუზული ვიყავი და თან ყველაფერი ვაიმე რა სულელი ვარ ჯანდაბა ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სისულელე რაც კიდევ მე გამიკეთებია რამდენი რამ მქონდა ანუ კიდევ აი ჩესტში რაღაცები დავტოვე მაგრამ redstone არა აქ არის დაიმონდის აქ არის კარგით არაუშავს ერთ სათვალს დავკრაფტავ კიდე ან ორის დაკრაფტვა მომიწევს რომელზეც ასევე დამჭირდება წყლისთვისაც სათლი და არაუშავს ოდესმე გამოვასწორებთ აი სულელურ შეწყდომას
რომელიც ეხლა დავუშვი მე სულ შემთხვევით. რამდენი წერაქვი მქონდა, ძალიან ბევრი, ასეთი სიდებილე ჯერ არ გამიკეთებია Minecraft-ში. აი, ფეხქვეშ დავიგე ლავათან, ჩაცუცქული ვიყავი და არც ხტებოდა ბლოკიდან გამიკვირდა, მაგიტომ სიცოცხლეს ბევრი არ მაკლდებოდა მაგიტომ. და ქვის ბლოკებიც რამდენი მქონდა, ძალიან ბევრი. მივუახლოვდეთ ნელ-ნელა და მოდით აი ასე დავიხოთ. ჭანდაბა. ეს ძალიან ცუდია. კარგი, წავალ ახლა სახში და ავიღებ ბლოკებს, რაც მაქვს. და რამდენი წერაქვი მქონდა. ყველა წერაქვი რაც გამაჩნდა, ყველაფერი ხელში მეკავა. ხა იმედია მიწის ბლოკი. ხო, კარგი ხენი რომ მიწის ბლოკები მაინც დატოვე. ეს ნამდვილად გამომადგა ეხლა დატოვილი მიწის ბლოკები. და კარგი ამბავი ის არის რომ აუცილებლად დავკრაფტავთ აი პორტალს, რომელსაც ამდენი ხანი თავდაუზოგავად შრომობდი და როგორც იქნა მე ამას შევძლებ. შევქმნი პორტალს წერაქვის გარეშე. და მორჩა, ეხლა მჭირდება ერთი უბრალოდ წერაქვი მაინც, ნებისმიერი ხის მაინც, ან რამე მსგავსი, მაგრამ არაფერი არ მაქვს საერთოდ. არანაირი წერაქვი არ მაქვს და ნახოთ რა მაქვს კირში. ნაჯახით წაღებული მქონდა. თითქმის თავიდან ვიწყებ თამაშს, იმიტომ რომ ერთი წერაქვი დამიტოვია ძალიან ბედზე, იმიტომ რომ გატეხილი იყო თითქმის. იმედია ამის გასატეხად ნამდვილად. მოდით ჯერ მეგობრებო ჩავიდეთ დაბლა, იქ ნამდვილად მახსოვს მაღაროში რომ არის რკინა და იქ გავტეხავ იმ რკინას და იმ რკინით შემდეგ გავაკეთებ წერაქვს და ასევე ხრეშთან მივალ, სადმე იქნება აუცილებლად ხრეში. შევხვდება, მახსოვს სადღაც არის აქ და იმ ხრეშით კაშს ავიღებ და კაშს დაფოლადით, რა თქმა უნდა, ცეცხლს შევქმნი. რის შედეგადაც მე გავაკეთებ ენდერის პორტალს. დღეს ენდერის პორტალს შევქმნი თავიდან ბოლომდე. აქ არის ხრეში, პარემ ამ ხრეშსაც ავიღებ. ამ ორი ცალს და აი ამ ორი ცალიდან გამოვსურტავ ნელა და მოდით აი რკინას ავიღებ, ერთი რკინაც მეყოფა, მაგრამ პარემ ორი ცალს ავიღებ. მაგრამ პარემ თავიდან ბოლომდე ავკრიფავ აი რკინებს. აქ კი დავტოვებ ცოტა ოდენს, ჭანდაბა გრეველი აქ დავდე. წვდია. კარგით, ავიდეთ მაღლა. რისი დროს ნამდვილად მოვიდა უკვე და მოდით ჯერ მოუტეხოთ ის ბლოკები იქ პორტალს, შემდეგ კი შევქნათ კაში და ფოლადი და გადავიდეთ დასასრულში. კარგით მეგობრებო, ამასვლის პროცესს ისევ გადავაბრებო, უკვე ამოვედი. მოდით აი იმას მოუტეხოთ ეს ამდენი ნაგავი, რაც ნამდვილად არ ჭირდება ეხა ამას და აი ესენი მოვაშოროთ ყველაფერი. აი ასე და ესეც ასე. მოიცათ? ჟანდაბა, კიდევ ერთი მჭირდება. ჟანდაბა, კარგით, მოდით ჯერ კაჟი და ფოლადი შევქმნათ. და მოდით სანამ ამ პორტალს აი კაჟიც მომცა და პორტალს როდესაც გავაკეთებ, მაშინ დაგიბრუნდებით, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ძალიან დიდი დასჭირდება და პირობას ისევ ვდებ, რომ არაფერს არ გადმოვიტან ნამდვილად, რადგან ეს უკვე მე თვითონაც თამაშის მუღამს დამიკარგავს, ბოდიშთან ჟარგონს რო ვიყენებ და მუღამი აღარ მექნება, იმიტომ რომ თითქმის ყველანაირი შესაძლებლობა კრეატივის საშუალებით მექნება და ეს თამაშს უხალისოს ხდის. მომეჩვენეთ, აი აქ ცხვარი გაქვს რა. შემდეგ ვიღაც ყველამ გადაახვიეთ და დააკვირდით აი ამ ადგილს. ცხვარი დავინახე როგორ გაქრა. კარგით, დავაპაუზე. მეგობრებო, აი უკვე თითქმის რა დავამთავრე და მხოლოდ ბოლო შტრიხი დარჩა და ეხავე დავდებ ამ ბოლო შტრიხსაც და ჩვენი პორტალი მზად არის. დიდი ხნის წვალების შემდეგ, მაგრამ მაინც შევქმნით პორტალი და დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგ ეპიზოდში აუცილებლად გავაკეთებ ბამბუკის ფერმას. ნახვამდის.